თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. ბედნიერება შეგვიძლია აღარ ვეძებოთ. მე ვიცი სადაც არის ბედნიერება. იგი სამოქალაქო სექტორშია გადასული. გამარჯობა ძვირფასო რადიო მსმენელებო. მე ვარ დათო ლიკლიკაძე. გადაცემა ჯოკერში, რომელიც გაისმის თქვენს რადიო მიმღებებში და გამოსჭვივის რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9-დან. ბედნიერება მართლა გთხოვა, ნუ მეძებთო. ან სამოქალაქო სექტორში მეძებეთო. იქ მის თბილ საბანში შეგიფარებს არჩილ კბილაშვილი, გია ხუხაშვილი, ბეატრიჩეც და ოფელიაც. მაგრამ საწავიდა ყოფილი პრეზიდენტი, ასე უხმოდ, უჩუმრად როგორ გამოგვეცალა. აი ყოფილმა პრემიერმა წერილიც მოგწერა და ისე დაგვემშვიდობა. მიშამ კი წერილიც არ მოიწერა, ერთი არ გაგვახარა. ის მიდიოდა, ჩვენ ვრჩებოდით. იაიების ლურჯი თარეშით, მაქსიმარტოვეს დიდება ქვია შენ დაიღალე უხმო ბრძოლებით. ეს იჩუმია, თუ შენეული სულის წამება, ყველა წავიდა. შეგვატოვეს ქვეყანა. რა სიტყვის ხალხი? სად არის საზოგადოებრივი აზრი? რას ვეუბნებით საზოგადოებრივ აზრს, ამ კოლექტიურ პროსტიტუტს, რომელსაც გარკვეული დროის შემდეგ მალევე ბეზრდება თავისივე გამოგონილი სისულელე და ეგრევე აკუნტრუშდება სიახლის მოლოდინში. ამასობაში ეკონომიკური ვარდნა გვაქვს. ზოგან ჩავარდნა, იმიტომ რომ დოლარის კურსი დავარდაო თქვენს ფინანსთა მინისტრის ახლობელმა ექსპერტებმა. დოლარის კურსი არასოდეს დაეცემა, ისე დაბლა, როგორც ფინანსთა მინისტრიო შეაგებეს მოწინააღმდეგე ექსპერტებმა. გაიგი ახლა სიმართლე. იმ დღესაც, როცა ქუთაისში მთავრობის დამტკიცება იყო, პარლამენტში კალაძის ზაგარზე უფრო მეტი საუბრობდა, ვიდრე ახალი მთავრობის კაბინეტის პროგრამაზე. ამ აურზაურში მიძინებულმა პოლიტიკოსებმა წამოყვეს თავი. ისეთებმა წესით პოლიტიკურად კაი ხნის მკვდარი რომ უნდა იყვნენ. მაგალითად გოგი თოფაძე. დაწერა კიდეც. თურმე პეკინში შეიძლება იდგეს სტალინის ძეგლი, ასევე ულანბატორში და გორში არ უნდა იდგესო? შეხედე შენა მეწარმეს. ამის აზრები გვაკლდა. გაიღვიძეთ ბატონო გოგი, საბჭოთა კავშირი ისტორიის კუთვნილებაა. თუ არ გაიღვიძებს უნდა შეასხა სახეში მისივე ლუდი, იქნებ გამოფხიზდეს ცოტა. სასწაული პირდაპირ. ახლახანს ბიძინა ივანიშვილის ეპისტოლე ქართველთა მიმართ წარმოთქმული გამახსენდა. მე მოვახდინე და გავაერთიანე პოლიტიკური ძალების საუკეთესო ნაწილი. არაფრით არ მინდა ვიფიქრო, გოგი თოფაძესაც რომ გულისხმობდა. კი, მაგრამ ახალგაზრდა რეფორმატორები სადღა იყვნენ? რატომ არ გამოეხმაურნენ წერილით მრეწველებს? სად ჰქონდათ ხელები? წერისა და მასტურბაციისათვის ერთ და იმავე საშუალებით ხელით რომ სარგებლობენ. ნუ თუ პარლამენტში მაინც არ შეიძლება გააკაოს ვინმე მედიტაციური ჩაღრმავებით შეპყრობილი, კარგად დასავიწყებელი ძველი წარსულის პოლიტიკოსები. აღარ უნდა დამთავრდეს საზოგადოებრივი აზრის ეს 200 წლიანი გადახრა. ეს პედარასტული ავყიობა, როცა საქმე საბჭოთა კავშირის მაგიურ ბაზარს მიდგება. კიდევ იქ არიან რუსის გენერლის ცოლებთან და ნაკლებთან არა. აი ეს კიდევ საკითხავია ვისთან იყვნენ. მე მაინც გონია რუსის გენერლის ცოლებთან ყოფნა ქართველი კაცის ცალკე გეოპოლიტიკური პრობლემაა, რომელსაც სერიოზული კვლევა სჭირდება. მერე საქართველოში ჩამოდიოდნენ უბანში შეკრებილ ბიჭებს, კომკავშირელ ჭაბუკებს, ალაგ პიონერებსაც 1000 ეფემერულ სისულელეს უყვებოდნენ. ქართულ ჭაბუკთა სექსიც ხომ ესაა, ერთი ყვება, დანარჩენები უსმენენ. ის ერთი ძირითადად იტყუება, როგორც წესი. აი ეს იყო და ეს არის რუსული გაკვეთილების მთავარი ცდუნება. ძველთაობაში ძალიან ცოტა ისეთები, ვინც არასოდეს ცდუნებულა იმპერიული მასშტაბების ხიბლით. ასეთები პრინციპში ან გარდაიცვალა, ან ამ გზას ადგანან. რაც შეეხება ახალ პრეზიდენტს, მოგეხსენებათ უარი თქვა საპრეზიდენტო სასახლის გამოყენებაზე და ცეკას დროინდელ კანცელარის უსახურ შენობაში განთავსდა. თუმცა მანამდე კაბინეტი აკურთხებინა. ეჭვი მაქვს თია წულუკიანის ჩარევით, რომელიც ახლახანს მეორედ ხელახლა აღიკვეცა იუსტიციის მინისტრად. რელიგიური სასწაულების საკითხებში მე ძალიან გაუნათლებელი ვარ. ჩემი თეოლოგიური განსწავლულობა არ მაძლევს იმის საშუალებას გავიგო, რა ჟესტია ეს, მაგრამ იმდენი კი ვიცი, რატომაც ხდება ხოლმე ამა თუ იმ შენობისა თუ ადგილის კურთხევა. ამიტომაც ვკითხულობ, რას ნიშნავდა პრეზიდენტის კაბინეტის კურთხევა? ნიშნავს თუ არა მის დაცვას ავისულებისაგან და განდევნას იქ ჩაბუდებული ეშმაკისა? ის მაინც არ ეთქვათ, ადრე აქ ბიძინა ივანიშვილის კაბინეტი იყო. ძალიან დიდი უხერხულობაა ერთობ. ისეთი სირცხვილია, აღარ ვიცით საწავიდეთ. ებიჯო ეკურთხებინათ პრეზიდენტის აბლაბრის რეზიდენცია და ახალი სასახლის მშენებლობას მაინც ავიცილებდით. ახლა იმ სასახლეს მარტო კურთხევა ვერ უშველიდა, მაგრამ მანამდე 1-2 დღე გავანიავებდით.
მართალიც იქნება 1000 აღვირახსნილი და საეჭვო რეპუტაციის ადამიანი დარბოდა შუშის სახურავებზე. და ბოლოს თბილისში ქართველი ბიჭები აზიური სტრიპტიზ კლუბების დახურვას ითხოვენ. თუმცა ჯერ ამ კლუბებში შესვლას ითხოვდნენ. ქართველი ბიჭების შემოსვლა არ გვინდაო, მხოლოდ უცხოელებზე მუშაობთო. განუცხადებია მომსახურე პერსონალს თუ ქორეოგრაფიულ კოლექტივს. აქ მე ეთნიკური ქართველების პრობლემას ვერ ხედავ. სავარაუდოდ მოცეკვავე გოგონებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ქართულ სტრიპტიზში, არ სურთ ბიძაშვილ მამიდაშვილების ხილვა დარბაზში. ოხეს პატარა ერები. სწორედ ამიტომაც ქართველი ბიჭები სტრიპტიზ კლუბებში შესვლას ითხოვდნენ და თუ არ შეუშვებენ, შემდეგ მათ დახურვას ითხოვენ. ეს არის გადაცემა ჯოკერი. მე დათოლი კლიკაძე ვარ. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა.